არაჩვეულებრივი უნიჭერესი ქალბატონი, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ამ ქალაქის კულტურის განვითარებაში. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ხელმძღვანელი, პროფესორი და ოპერის მომღერალი მარიამ ჯახუტაშვილი იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. კარიერა პრინციპში უმეტესწილად ამ თეატრში გაატარა და სწორედ ესე რაღაცნაირად დავგეგმეთ აქ ჩვენი პაემანი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ძანდებით? ყავა. ალბათ ლეგიტიმური იქნება რომ პირველი კითხვა დავსვა, როგორ ახერხებთ ყოველთვის ასე არაჩვეულებრივად რომ გამოიყურებით? სხვათა შორის ბავშვობიდან დედა მიყვებოდა რომ ბავშვებში რო გამიშვებდნენ, გამომბრანჭავდნენ და მეტყოდა დედაჩემი რომ აი ესეთი სუფთა უნდა მოხვიდე და ბავშვებს არ ვიკარებდი და არ დამსვაროდნენ კიდე. ესე რომ ბავშვობიდან მიჩვეული ვარ აი ესეთ ყურადღებას, სისუფთავეს და ამაში გარეგნობას გიწყობთ ხელს. ცოტათი დახმარები. ყავა თუ გიყვართ? მიყვარს კი. ეხლა ექიმებმა მიგრძალეს რაღაც ცოტა გულმა შემაწუხა და ცდილობთ რომ ცოტა. ხო, ჩვენთან ოჯახში ძალიან უყვარდა. მანქანა ჰქონდა სპეციალური, რომლითაც ვაფქვევდით ყავას და გემრიელესი იყო ეს ყავა. შემდეგ უკვე თბილისში რო გადავედი, რომ მოვეწყე კონსერვატორიაში, იქ უფრო მეტად ჩაი. მე დავბრუნდი ბათუმში და ისევ დავბრუნდი ყავას. აი ძალიან უფრთხილდებოდი, აი სანამ ღეროდი მე წიწაკიანი არ მიჭამია. სულ მეუნებოდა ალეკო ხომერიკი. ნამდვილი მომღერალი ხარო, როგორ უფრთხილდები თავსო. ოღონდ ისე რომ შეფუთული რო დადიან ზოგიერთი და აი ძალი ესეთი რაღაც არ ყოფილა. აი როგორია ოპერის მომღერლის ცხოვრება? ურთულესია. რატო იცით? სულ მეცადინეობ. რამდენი ახალი ნაწარმოებია, იმდენი ახალია შენთვის და მუშაობ ტექნიკაზე, თვითონ სპექტაკლები ურთულესია, რაც უფრო რთული იყო, უფრო მაინტერესებდა და მიყვარდა და ნაკლებად გაგდრო სიარულის ამ მეგობრების. ხო, აი როცა მღეროდი ესე ვიყავი. სახლი და მეცადინეობა და კონცერტები და სპექტაკლები. ქონდათ ეს რაღაცა სინანულის განცდა, რომ მეგობრებთან და ქალებთან ერთად მოგდომებიოთ თქვათ ყოფნა და ამ დროს თქვენ სპექტაკლებით. იმდენად მიყვარდა ეს ჩემი სპეციალობა და იმდენად კარგი იყო. აი ეს შენი შრომა რო გიფასდება და რომ მიდიხარ აგენტებთან და გისმენენ და ეგრევე აყავხარ ღირდა ეს მუშაობა და ეს შრომა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერის მომღერალს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს? სწრაფად უნდა შეძლოს სწავლა ნაწარმოებების, აი სოლფეჯიოს რო ვამბობ ჩვენ და ფორტეპიანო უნდა შეგეძლოს გარჩევა შენ თვითონ მეტი ინტერესი აი მოსმენებზე, სიარული, კონკურსებზე სიარული. არ გაჩერება ალბათ. არ გაჩერება, ხო, იმიტომ რომ როგორც სპორტსმენები რო გაჩერდა ერთი მე თავიდან იწყებ და თავიდან უნდა იმუშაო იმ ხმაზე რომ კუნთები მიჩვეული იყოს სიმღერას. მე ჩემ სპეციალობა იმდენად მიყვარდა აი დღემდე. ეხლა ჩემს მოსწავლეებთან გადავიდა ეს სიყვარული ძალიან მეჩხუბებოდნენ ჩემი პედაგოგები თბილისში, სადაც ახლობლები, რომ ცოტა ადრე დავანებე თავი და რატომო და იცი რა სიმღერა და თან პედაგოგობა და ისა რთულია, ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. აი სულ მაინტერესებს ეს მომღერლობა ხო რაღაცა მაინც არ არის აი ეს ხანგრძლივი პროფესია რა, სადღაც მთავრდება, რომელიღაც ასაკამდე. იცი რა არის, აი მოცეკვავეებზე და ბალეტის ხალხზე უფრო გვიან შეუძლია იმღეროს მომღერალმა თუ რეჟიმშია და თუ გაუფრთხილდება. თუ გაუფრთხილდება ამაზე სულ თუ მუშაობაში იქნება და ტრენაში. აი პავარუცი, დომინგო, ეს კოტო, დიდი ხანი არ არის რაც გარდაიცვალა კაბალე. ყველამ გვიან დაამთავრა. რთული არ არის აი სცენიდან ჩამოსვლა, ასე ვთქვათ. კი, რთულია. ერთი გამოტირება ჩემი თავი გამოვიტირე. მაგრამ წარმოუდგენელი იყო გაგრძელება? წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პერიოდი მოგვიწია ჩვენ კიდე ბათუმა გვიშველა რომ აქ ოპერის თეატრი გაიხსნა, იმიტომ რომ ყველაფერი გაყინული იყო. აი თბილისში საზღვარგარეთაც წასვლა უფრო
რო გართულდა რო არა ბათუმი ძალიან ბევრი ნიჭიერ ახალგაზრდას დაკარგავდა საქართველოს, იმიტომ რომ აქ ოპერის თეატრი გაიხსნა. ძალიან ბევრი თბილისელები, ბადრი მაისურაძე, თამარ ჯავახიშვილი, ნონა ჯავახაძე, ტრამპლინი იყო ბათუმი, აი აბსოლუტურად ვინც კი ბათუმში გაიარა სცენაზე, სულ ყველა წავიდა. რამდენხანია ვიძახი, რომ მთები და ზღვა არის ერთად. აქ სხვანაირი ტემბრის ხმები არის და სითბო ხალხის სით. ეხლა მე მქონდა გასტროლები სამითო იტალიაში, გერმანიაში, სასტუმროში რომ მოვიდოდი. მინდოდა რომ მომეყოლა ეს ჩემი ემოციები ახლობლებისთვის და როცა საქართველოში ვიყავი და მივიდოდი სახში, იქ მშობლები, მეგობრები ერთმანეთთან გადარეკები, აბა რა გავაკეთე, რა იყო კარგი, რა არ მოგეწონა. იქ მაინც რთულია მარტო ყოფნა. ალბათ რომ დავრჩენილი, იმიტომ რომ თხოვნა იტალიაშიც, გერმანიაშიც თხოვდა რომ დავრჩენილი ყავდა. უფრო მეტად როცა დაკავებული ვიქნებოდი ალბათ სპექტაკლებში, ამას ვერ ვიგრძნობდი. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ და არ ვნანობ რომ დავბრუნდი კი. გასული წლები გაიხსენეთ 90-იანი წლები, როცა პრაქტიკულად დანარჩენ საქართველოში ბრნელოდა, მაგრამ აქ ოპერის თეატრი ყავდა. ოპერის თეატრი ყავდა. ყველა ოპერა მაქვს ნანახი თქვენს მიერ შესრულებული. და მახსოვხართ ისეთი ლამაზი იყავით, ანათებდით. როგორი იყო ის პერიოდი და აი როგორ შეიკრა ეს დასი მართლა ესეთ რთულ წლებში? ეგ იყო დამსახურება, რა თქმა უნდა, მაშინ დაინტერესებული იყო ასლანაბეშიძე და საქართველოში პირველი ოპერის თეატრი იყო ბათუმში. ეს კომუნისტებამდე, რომელსაც რკინის თეატრი ერქვა და შალაპინი და ოდისეი დიმიტრიადი და ტატა დუნენკო, ცნობილი კონცერტმაისტერი იტალიური დასები ჩამოდიოდნენ და გულსატკენია რომ დაიკარგა ეს ყველაფერი და მაგალითად ჩემთვის თქვენ სცენაზე პირველ რიგში ალბათ მაინც ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე ასოცირდებით ბატონ ალეკო ხომერიკთან, იმიტომ რომ პრინციპში სულ დუეტში იყავით. კი, თბილისშიც ერთად ვმღეროდით, ბათუმშიც. ნუ მე შემდეგ უკვე საზღვარგარეთ ჩემი ვოიაჟები. აი არის ის ენთუზიაზმი დღესაც, რაც თქვა ამ თეატრში თქვენს როგორ არა და ყველას ოცნება რომ ბათუმში იყოს ოპერის თეატრი. არა მხოლოდ ბათუმელების, აი თბილისშიც სულ მეუბნებიან, ნუ თუ არა აშენებენ, რამე ქენით რო აშენდეს, აი ქუთაისშიც პატარა ქალაქია, თავისი ოპერის თეატრი აქვს, ესე რომ აჭარას ეგეთი ბულვარი გქონდეს და ესეთი მომღერლები გყავდეს, აუცილებელია რომ აშენდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს. აუცილებლად აშენდება, მეც გული მიგრძნობ და ასევე ვფიქრობ, რომ ის კონსერვატორია, რომელიც გქონდა ბათუმში. კი, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა. ალბათ დამეთანხმებით. უფრო მეც ასრულებდა და არ უნდა მომხდარიყო აი ესეთი გაერთიანებები, იმიტომ რომ როდესაც ცალკე იყო კოლექტივი, უფრო მეც ვაკეთებდით, ვიდრე ამ შეერთებებმა გააკეთა. და მაინც მაინტერესებს 90-იანების თეატრი საოპერო ბათუმში რა ხდებოდა, როგორი იყო რეპეტიციები, თქვენი განწყობები, თქვენი დასის ერთობა, ეს რაღაცა შეუპოვრობა, ეს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ოღონდ ჯამრთელი ის იყო პაექრობა. ჯანსაღი კონკურენცია იყო და ძალიან ბევრს მუშაობდით, აი ძალიან ბევრს. მაშინ ორკესტრიც ყავდა ჩვენი გუნდი. მართლა ნიჭიერები ვართ ქართველები, რომ რამდენიმე რეპეტიციაში ვდგავთ სპექტაკლს და ღერიან. საერთოდ თეატრებში 100 და 130 რეპეტიცია სანამ იქნება პრემიერა. რა ვქნათ, ქართველები ნიჭიერები ვართ. ყველაფერს ვახერხებთ, ხო?
მე ესეთი ისტორია მაქვს მოსმენილი, რომ პრემიერის წინა ღამით თურქეთში გადავიდნენ. კარიერა და პირადი ცხოვრება ერთად რამდენად შესაბამისია და რამდენად ხერხდება. იცი რა, გააჩნია მეორე ნახევარი როგორ შეგიწყობს ხელს, მაგრამ მე პირველ მეუღლესთან მოგვიწია დაცილება მეზღვაური იყო და მე აღარ მიფიქრე, რადგანაც გავყევი ოპერას, იმიტომ რომ იმდენს მუშაობდი მე ჩემ თავზე და იმისთვის რომ აი ახლა ხო არის ოჯახში მოგიყვანებენ სტუმრად, ამის საშუალება არ მექნებოდა მე და ისე უნდა დაანგრეულიყო ოჯახი. ამიტომ მივხედე ჩემ სპეციალობაზე, ჩემ შვილს და საქმეს, ხო? და ალბათ არც გამოჩნდა ისეთი ვინმე, რომ მეფიქრა. აუცილებლად გეყოლებოდათ უამრავი თაყვანისმცემელი და რაღაცა ასარჩევოდაც გექნებოდათ საქმე. არ გვეცალა. როგორია ქალიშვილის დედობა და რა შეიძლება ქალმა, ვთქვათ, დათმოს შვილისთვის? აი მე მაგალითად კონტრაქტები მქონდა იტალიაში და ჩემი შვილის გამო დავთმე, იმიტომ რომ 2 თვის გათხოვილი იყო, გარდაეცვალა მეუღლე. ეხლა როგორ დამეტოვებია თან 2 თვის ფეხძიმე და უარი ვთქვი და დავრჩი საქართველოში. ალბათ თქვენი საუკეთესო მეგობარიც სწორედ თქვენი ქალიშვილია. ჩემი კი, ნამდვილად. ეხლა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები რომ მქონდა, რო არა ჩემი შვილი. არის რაიმე, რასაც ნანობთ ცხოვრებაში? ზოგჯერ ნანობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მე გაუზარდებ საოპერო მომღერლები ბათუმს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქნებ რომ წავსულიყავი უფრო ეკონომიურად, უფრო ძლიერი ვიქნებოდი, უფრო დავეხმარებოდი ჩემებს, მაგრამ მე ვამბობ, რომ არა. მაინც ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემს ქალაქში. აი ჩემ შვილსაც მაგალითად ბათუმის გარდა ვერ წარმოუდგენია სხვაგან ცხოვრება, როგორც მე. აი რით არის ეს ქალაქი გამორჩეული, როგორ ფიქრობ? იცი რა, ჯერთი ლამაზია, მე კიდე თბილი ხალხია, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს პატივს სცემენ. მაგალითად ჩვენთან სახლში კარები არ იკეტებოდა, ღია იყო სულ და ნებისმიერ მეზობელს შეეძლო შემოსულა და რაც უნდა დააიღო, დაუშვა და ისე რომ ერთ ოჯახად ცხოვრობდით, ხო? და მე კიდე დახმარება ვიცით, მორალური ქართველებმა ერთმანეთის ყველანაირად. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ბათუმის გარეშე. და ბათუმსაც ვერ წარმოუდგენია თქვენს გარეშე. ნამდვილი საფესტივალო ქალაქია. კი, გეთანხმებით. ეს ბულვარი კიდე რაღაცა არ ვიცი, ღმერთის საჩუქარია, მე მგონი. თქვენ სად გიყვარდათ ყველაზე მეტად? აი, აქ ინტურის რეპეტიციიდან რომ გამოვიდოდით, ინტურისთან ვიჯექით მაგის ქალი რო არის ხოდოქს. კლარა, ხო, კლარას ხოდოქი გვიყვარდა და აი, ვისხედით, საუბრობდით, მსჯელობდით როგორი იყო რეპეტიცია. დადგმა ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც რომელი უფრო მნიშვნელოვანია, დისციპლინა თუ ნიჭი? ნიჭი აუცილებლად და აი მაგალითად მე მომღერალს ვაფასებ პირველად უნდა მომეწონოს ტემბრი. მაგის გარეშე არ შეიძლება. აი როგორი ტემბრები მოგწონთ? მომწონს ლირიული ტემბრიც, აი დაუშვათ მაღალი ხმები რო არ მომწონს დრამატულიც. გააჩნია ნაწარმოებს და ოპერას. აი და როდესაც ვზივარ დარბაზში, ისე მომღერალი ისე უნდა თამაშობდეს და მღეროდეს, რომ აი სულ ეს ჟურვანტელი თუ ისე ტექნიკა ზოგჯერ აი მაგალითად არ მინდა მივაყენო შოურაცხყოფა დაუშვათ ან იაპონელები ან ჩინელები აი ტემბრალურად ახლა იტალია, რუმინეთი, საქართველო უფრო ახლოსაა და ბულგარეთიც. ესენი უფრო ტექნიკაზე მუშაობენ. ხო, მაგრამ აი როცა ტემბრია კიდე იქა, ამას რა ჯობია. მე და გონაშვილი რატო უყვარდა ყველას. ულამაზესი ტემბრის ხმა ჰქონდა და სადღაც კოსმოსში გაყავ. აი ისევე არის ოპერის მომღერალი ტემბრს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. თანამედროვე შტრიხები, აი იგივე თქვათ ტრავიატა, რაღაც ჯინსებით და ასე შემდეგ. თქვენ რამდენად მოგწონთ ეს გათანამედროვებული ოპერი? ჩემის აზრით მე-17 და მე-18 საუკუნის ნაწარმოებებს, აი ტრავიატა, ესეთი ძველი ნაწარმოებები იმიტომ არის
კი, როდესაც არის მდიდრული, ეს დეკორაციით, ყველაფრით. ეხლა ჯინსებში ვიოლეტა სიმღერა და დეზდემონა სიმღერა ჩემთვის მეუღებელია და საითკენ წავიდა თანამედროვე ოპერა? ეს მე ვფიქრობ, რატო წავიდა, იცით, საზღვარგარეთ ბათუმზე უფრო პატარა ქალაქებშიც არის ოპერის თეატრი. იმ პერიოდში იყო ეკონომიური კრიზისები და ამიტომ რომ ახლა ყველა დიდი თეატრები რომელიც იმათ აფინანსებდნენ კარგად და ქონდათ საშუალება კარგი სპექტაკლები გაეკეთებიათ და პატარა თეატრებზე უკვე მაინც იქ მაგალითად დიდ თეატრებს მეცენატებიც აფინანსებენ და სახელმწიფო დოტაცია და აი ეს პატარა თეატრები უკვე იმათმა წამოიღეს ალბათ ეს ტენდენცია? ხო, მე ესე ვფიქრობ. დღევანდელი ოპერის თეატრი საქართველოში როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა? მთელი საქართველოს მასშტაბით რომ თქვათ და რა სჭირდება იმისთვის რომ განვითარდეს? აი ბადრი რო ჩამოვიდა მაისურაძე. ბადრი თვითონ უჭკვიანესი ბიჭია, დამთავრებული აქ თეატრალურიც და კონსერვატორიაც და ბრწყინვალე მომღერალი იყო და დიდ თეატრშიც მოღვაწეობდა, სოტკილავასა მუშაობდა. ძალიან წამოწია ოპერის თეატრი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პრობლემა, რომ გავერთიანდით და ეხლა ერთი ორკესტრია, ხშირად ვერ უშვებთ. თუნდაც ყოველ მესამე თვეში რომ იყოს სპექტაკლი. ამიტომ აუცილებელი მომავლისთვის რომ ცალკე იყოს ოპერის თეატრი, ცალკე იყოს სიმფონია, იმას მისი გეგმები და ისინი აქ ცალკე იყოს კაპელა დაუშვათ. ერთი სცენა ძალიან ცოტაა ამდენი დასისთვის. იცი რა, საზღვარგარეთ მაგალითად 10 დღე მიუზიკლი გადის, 10 დღე ბალეტი გადის, 10 დღე ოპერა არის. აი ესე აქვს დანაწილებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც შენი ოპერის თეატრი გაქვს და შენი გეგმებით მიდიხარ და არა ხარ სხვაზე დამოკიდებული. ხო, აი დაუშვა დაწერ გეგმას და მე ხდება ცვლილებები. ესე არ უნდა იყოს. ყველას ლოკაცია მე მგონი ეს ადგილი. ღამის 2-მდე 3-მდე ვიჯექით ჭორავდით რეპეტიციის მერე და მე მგონი ყველა ფეხით მივდიოდით სახლებში. ერთი პერიოდი ინტურისტში, აი ახალი გახსნილი იყო ოპერა და ინტურისტში ვცხოვრობდით მომღერლები. იმიტომ რომ აქ შუქი იყო სულ და ამიტომ ძალიან მიყვარს. ეხლაც მიყვარს ბულვარი. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ზუსტად იპოვო ის რისი კეთებაც გინდა? მე აუცილებელია უნდა იპოვო. თუ ვერ იპოვე ძალიან ცოდო ხარ. მე ეხლა კი გული მწყდება რატო არ დავრჩი. იტალიაში რო ვიყავი, ეგრევე კრიგერი იყო ფილარმონიის მთავარი დირიჟორი, ხელშეკრულება დამიდო, ვერდის 2 რეკვიემი უნდა მემღერა რომის პაპთან და 6 დეზდემონა. არა და რომ მოვდიოდი შენ ახლა თუ წახვედი აღარ ხარ ჩამომსვლელიო მითხრა და აი ამაზე მწყდება გული, იმიტომ რომ ისე აი პოდნოზე თითქოს ღმერთმა მომართვა აი ეს კარიერა და მე წამოვედი. ხო, წამოვედი. მაგრამ ნუ რას იზავ, ეთყობა ჩემბედი იყო ესეთი. ან ცოტა მოვიკოჭლე. თუმცა მაინც იგივე სფეროში დარჩი. კი, იგივე სფეროში და რამსავარია გავზარდე ადგილობრივი კადრები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, სად წარმოგიდგენიათ მაინც ოპერის თეატრი? გექნებათ თქვენ ამაზეც ნაფიქრი? იცით რა, ცენტრში რა თქმა უნდა. აი ახლოს სადაც დრამატული თეატრია, ერთად უნდა იყოს. ცენტრში უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ქალაქში ცენტრი, ანუ ათლა ქალაქის იწყება ოპერის თეატრი. აი როგორც ეს ჩვენი დრამატული თეატრები, აი მაგაზე დიდი არც არის საჭირო. თუ შეასრულა ჩვენმა მთავრობამ ჩვენი სურვილი, იქნება ის ძალიან დიდი ისტორია, რომ ბათუმს ექნება ოპერის თეატრი. დროსთან ერთად თუ იცვლებოდა პუბლიკა და მსმენელი. და აი შეგიძლიათ შეადაროთ თქვათ როგორი იყო მაშინ და დღევანდელი პუბლიკა. და ხალხი ნელ-ნელა ქართული ოპერებით დავიწყედი და მაყურებელი ყავდა სულ. ეხლაც რამდენი აი პანდემიამ გაგვაჩერა რაღაცა, მაგრამ თუმცა ჩვენ მაინც მუშაობდით, იმიტომ რომ ინდივიდუალურად მიწევდა მუშაობა და წეში კონცერტებიც გავაკეთეთ და გადავიღეთ და
ამდენი წელი სპექტაკლი არ იყო და ეხლა რომ ლელა დავდგით მით უმეტეს ლელა ძალიან უყვარს ქართულ მაყურებელს და ქართულს კი არა გერმანიაში რო არია მიმღერე მე სულ მთხოვდნენ რომ მემღერა და იტალიაში ხო სამივე სპექტაკლზე ინგრეოდა წვიმით ყველაფერი და სავსე იყო დარბაზი ეხლა მოწყურებულია და ახალგაზრდები ციცი ნენელა შეეჩვევიან სხვადასხვა ქვეყნების პუბლიკას თუ შეადარებთ აი როგორია იტალიელი მსმენელი როგორია გერმანელი მსმენელი თქვენი დაკვირვებით აი 40 კონცერტი ქონდა გერმანიაში ფეხზე იდგენ და გვიკრავდნენ და სოლისტებს რო გამოვდიოდით იქ უკვე დიდი ხანია ეგ ოპერა და აი გიჟდებიან ამ ჟანრზე და ჩვენთანაც ეხლა თუ კარგად მღერის მომღერალი და კარგად ასრულებს აქვს დიდი ტაში მაშინ და ნენელა რა თქმა უნდა უკვე აქაც ჩვენ თბილისში არავინ არ გამოტოვებს სპექტაკლს აი სულ ყავს სპექტაკლს მაყურებელი თუ მომღერალი სცენაზე ხშირად არ გამოვიდა არ ფეხბურთელივითაა მომღერალი რა თქმა უნდა კი რაც მეც მღერი ხარ და რაც მეც თამაშობ სცენაზე მით უფრო გამოცდილებას ღებულობ კი აი რა აკლია ჩვენს დას თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენს დას აკლია ორკესტრი ცალკე რო იყოს ორკესტრი ჩვენც რაც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი აი ეს შიდა სამზარეულო მაინტერესებს ყოველთვის საოპერო სფეროსი, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველაზე რთული სწორედ საოპერო სამყარო შიდა სამზარეულოა. იქ რაღაცა ფარული კონკურენცია, იქ რაღაცა ცოტა ბოროტული ნაბიჯები და ასე შემდეგ. აი როგორ უნდა გაიტანო თავი რომ დიდ სცენებზე შედგე მომღერლად? არ უნდა ინტრიგაში არ უნდა ჩაერიო. შენ უნდა შენს თავზე ემუშაო და შენი სიმღერი დაამტკიცო ყოველგვარი ჩხუბის და რაღაცის გარეთ. მე მაგალითად როგორც ხელმძღვანელი ავიყვან ისეთ მომღერალს როგორც ფეხბურთი. რო იცი რო ვის გაყიდი იმ ფეხბურთელს და გაგიმართლებს ხო? იგივე არის ოპერა. იცი შენ რომელი მომღერალია ძლიერი რომელი აყენებს ფეხზე მაყურებელს სპექტაკლის დროს ისეთი მან გინდა რომ იმღეროს თუმცა ის მომღერალი რომელსაც თქვენ თქვა დისკს მისცემთ და გაუშვებთ იგივე თუნდაც ევროპულ თეატრებში იქ შემდეგ უნდა გაიტანოს თავი იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან მაღალი ვინც შენთან ერთად სცენაზე დგას დაუშვა და უნდა იმ ერთი და იგივე სპექტაკლი უნდა იმაზე ხუთი თავით მაღლა უნდა იყო. იმიტომ რომ ისინი პირველ რიგში თავიანთ მომღერლებს პატრონობენ და დაუშვათ მერე სხვა. ეგეთი ბანი. ირაკლი კახიძე ნამდვილად კარგი მაგალითია. არავინ არ ყავდა პატრონი რო ჩავიდა და უვეუნებოდი რომ აი ძალიან კარგი საფრანგეთში სად არის მღერა. ახლა მინდა მევთხარი მეტროპოლიტენი და ლასკალაში. კი, რა თქმა უნდა. სუხანი ჯაიანი ჩვენი საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. ლამაზესი ბანია და მართლა მსოფლიო ბანია. კი, ნამდვილად. ცოტა მეტი ისჭირდება ოღონდ გასვლა უფრო. მორცხვია ცოტა. მორცხვი არ არის რა, იცი საშუალება უნდა კონდეს. ადამიანურ ურთიერთობებშია მორცხვი. ხო, ეგ კი, მაგი კი, მაგრამ თორე სცენაზე სულაც არა. ხო, აი როგორ გითხრა, საშუალება უნდა კონდეს, რომ წახვიდე იქ მოსმენაზე იქა. ამ უცხოელებს სპონსორები ყავთ და დადიან ყველა ქვეყანაში. მაინც საჭიროა ფინანსები. ამ სფეროში რომ მიაღწიო წარმატებას ნიჭთან ერთად ფინანსები. რომ აი უბრალოდ გაემგზავრო და მოასმენინო შენი თავი. თქვენ თუ გქონიათ აი თქვათ იტალიაში მღეროდით ვიცი და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში. კონკურენციის მომენტი და ფეხის გამოდების ისტორიები. სხვათა შორის არა. არ მქონია, იმიტომ რომ აი რო ჩავედი იტალიაში ეგრევე მომისმინა იმ დირიჟორმა და ამიყვანა და რეპეტიციაზე ჰოტელում დაიწყო ტირილი კასიომ და რო დაიწყეს იმათმა ტირილი რო დავიწყეს სიმღერა ტემბრმა იმოქმედა და ცერემლები რაო აგატირათო ჩამოსულა მომღერალმა შეიძლება რომ დავრჩენილიყავი და
უფრო დიდხანს გავჩერებულიყავი, ალბათ რაღაც სადღაც ხო. რა ძალისხმევა სჭირდება ოპერის მომღერალს? ზოგადად იმისთვის, რომ კარიერულ წარმატებას მიაღწიოს. აი, რამდენ საათიანი მეცადინეობები, იმუნიტეტი, რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი რამ. ზარმაცე არ უნდა იყო და შენ მარტო კონცერტმაისტერზე არ უნდა იყო დამოკიდებული, იჯიდე და შენც იმეცადინო ტექნიკაზე, აი როგორც პიანისტები თითებზე მეცადინეობენ, ისე ვოკალისტმა უნდა დაჯდეს და იმეცადინოს. თეორიული განათლება აუცილებლად უნდა ქონდეს, უნდა იცოდეს იტალიური ენა აუცილებლად და სავალდებულოა. იმიტომ რომ იტალიურ ოპერას მღერი ხარ და თითოეული სიტყვის მნიშვნელობა უნდა იცოდე, რომ გამომეყოლება სწორი იყოს, როცა მღერი ხარ და თქვენი შესრულებული ყველაზე საყვარელი როლი რომელია? აი ეს ყველა რაც კი ვიმღერე, აბესალომი და ეთერი ქართული ოპერებიდან დაის. აიდა მახსოვს მე ძალიან. აიდა, დეზდემონა, ვერდის რეკვიემი. ევგენი ონეგინი. ევგენი ონეგინი ჩვენთან ოდესმე დადგმულა. თბილისში. თბილისში ძალიან მიყვარს ექსპერტი. საზღვარგარეთაც ეგ და პიკის ქალი იქნება. ნუ ტოსკა, ანდრიშინიე, მანოლესკო, რომელიც აი ყველაზე თქვენი რომელი იყო, აი სადაც როგორც აი უფრო მეტად ეხლა მაშინ თბილისში უკვე აღარ გადიოდა ოპერები და რაც აქვე აიდა და დეზდემონა და რეკვიემი ალბათ. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ერთ 5-10 წელიწადში ბათუმის ოპერის თეატრი და როგორი გინდათ რომ იყოს? მინდა იყოს აი ესეთი როგორიც ევროპაშია და გვაქვს ამის საშუალება, გვყავს ის მომღერლები, გუნდი, კაპელას აპრული და შეიძლება რომ იყოს აქ კარგი ოპერის თეატრი. კოლაბორაციები, შესაბამისად ინტერესიც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ფესტივალები აუცილებლად, საოპერო ფესტივალი აჭარას მოუხდება ძალიან. რაიმეს თქმა ხო არ გინდათ? მე მინდა თქვენ დიდი მადლობა გითხრათ. მადლობა თქვენ. ძალიან მიყვარხართ და მიხარია რომ დაინტერესებული ხართ ესე ოპერის თეატრით და ჩვენი მომღერლებით და ყველას გვინდა რომ აჭარაში იყოს ყველაფერი კარგი და საუკეთესო, ღირსია ეს ქალაქი ამის. დიდი მადლობა თქვენ რომ ვიყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და მადლობა იმისთვის რაც გაგიკეთებიათ და კიდე რასაც გააკეთებთ ამ ქალაქისთვის. დიდი მადლობა.